ეროვნული უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შერმადინი იქნება. გიორგი მარგულაშვილმა მისი კანდიდატურა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. პრეზიდენტის სასტუმრო რედისონში ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე 20 ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა და მათ მიერ დასმული პრობლემები და წინადადებები მოისმინა. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველს სოფიო შერმადინს, ის თანამედროვე ბერძნული ფილოსოფიის პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორია. ასევე საქართველოს პრეზიდენტის და ალექსანდრ ონასისის ფონდის ორგანიზაციის სტიპენდიანტია. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ არა უბრალოდ იმას, რომ შევქმნათ პირობები, არა უბრალოდ იმას, რომ არ იყოს რაღაცა ამა თუ იმ ფორმის დისკრიმინაცია, იმიტომ რომ რეალურად ეს ჩვენ კულტურაში არ დევს. არამედ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ იმას, რომ გააღვივდეს, გაძლიერდეს, აყვავდეს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს აი ამ მრავალფეროვნებას. ჩვენი ერთიანი ქვეყნის შესაქმნელად, ჩვენი ერთიანი ქვეყნის კულტურის შესაქმნელად. შევეცდები, რომ მუდმივ კონტაქტში ვიყო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, მოგახსენებათ მათი რიცხვი საქართველოში საკმაოდ დიდია, ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აღმშენებლობისთვის, ამიტომ მე შევეცდები, რომ ის პრობლემები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, მივიტანო პრეზიდენტამდე.